ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ მორჩილება და სინანული. ამ თემას წარმოაჩენს სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარება, ეს არის სახარება ლუკასი, მეხუთე თავის პირველიდან მე-11 მუხლის ჩათვლით. დავიკითხოთ ეს ტექსტი სახარების. და იყო ვითარ ერი დაესხმოდა მას სმენად სიტყვას აღთისასა და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენეს არეთისასა. და იხილნა ორნი ნავნი მდგომარენი კიდესა მას ტბისასა, ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განსხრიდეს ბადეთა. და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქვეყანით შერადგინება მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერთსა მას. და ვითარცა დასცხრა სიტყვად, რქვა სვიმონს. შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქვენი ნადირობად. მიუგო სიმონ და რქვა, მოძღვარ, ღამე ყოველ დავშვერით და არარაი მოვიღეთ, ხოლო სიტყვითა შენითა გარდაუტევოთ ბადე. და ესე რა ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსკდებოდეს ბადენი მათნი. და წამუყოფთეს რომელნი იგი იყვნენ ერთსა მას ნავსა, რათა მოვიდნენ და შეეწინեն მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. და ვითარცა იხილა სიმონ პეტრე, შეურდა მუხთა იესოსთა და რქვა მას. განვედ ჩემგან, რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ უფალო. რამე თუ განკვირვება მან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს. ეგრეთვე იაკობ და იოანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნენ ზიარნი სიმონისნი. და იესო რქვა სვიმონს, ნუ გეშინინ სიმონ, ამიერიდან იყო კაცთა მონადირე, და გამოადგინეს ნავი იგი ქვეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას. ჩვენს მიერ წაკითხული ამბავი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ მაცხოვარი ქადაგებდა გენესარეთის ტბის ნაპირას. ყოველთვის, როდესაც იგი ხალხის წინაშე იდგა, სიმრავლე ერისა, ძალიან დიდი მრავალი ადამიანი ცდილობდა მასთან მის მოსმენას და არა მარტო მოსმენას, მისგან სხვადასხვა ასეთი შეწევნის მიღებას, ძირითადად სნეულთა კურნებას. და ძალიან მოუხერხებელი იყო ეს, ესე ვთქვათ, ეს ვითარება, რომელშიაც იესო ქრისტე იყო, ხალხი ავიწროებდა მას. და მან დაინახა ნაპირთან მდგომი ორი ნავი, ერთ-ერთზე ავიდა და იქიდან გააგრძელა თავისი ქადაგება. და როდესაც დასრულა ეს ქადაგება, მიუბრუნდა ნავის პატრონს. ნავის პატრონი იყო სიმონი, რომელსაც შემდგომში ეწოდა პეტრე. ეს ის სიმონია, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა მისმა ძმამ მიიყვანა იესო ქრისტესთან და უთხრა სიმონს, რომ ეს არის მესია, რომ ვიპოვეთ მესია. ანუ სიმონი იცნობდა იესო ქრისტეს, მაგრამ ჯერ კიდევ
ისინი არ იყვნენ ასეთ მუდმივად მის თანხლები პირები ჯერ არ იყვნენ არ მიყვებ სრულად არ ქონდა დატოვებული თავისი სახლები და მაცხოვარმა უთხრა სიმონს რომ ცოტა სიღრმეში შეეყვანა ნავი და ბადეები გადაეკდოთ. სიმონმა უთხრა რომ მთელი ღამე ჩვენ თევზაობდით და ვერაფერი დავიჭერეთ. მეთევზეთა გამოცდილების მიხედვით ღამე გაცილებით უფრო ადვილია თევზის ჭერა ვიდრე დღისით და თუ ღამე თევზი ვერ დაიჭირეს, დღისით საერთოდ გამორიცხული იყო დაჭერა. მაგრამ სიმონი ეუბნება ასეთ სიტყვებს, რომ მაგრამ რადგანაც შენ გვიბრძანებ, ჩვენ ასე იგი შევასრულებთ ჩვენს ბრძანებას და შევალთ სვის სიღრმეში და ბადეებს ჩაუშვებთ კიდევ ერთხელ. აი ეს ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ თემისთვის, რასაც ქვია მორჩილების სათნოება, აი აქ არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც გამოთქვამს სიმონი. რა არის ეს მისი ქმედება, რა ქვია ამ ქმედებას, რა არის ეს სათნოება მისი მხრიდან, რა გამოხატა სიმონმა. სიმონმა გამოხატა მორჩილება ღვთისნებისადმი. ანუ როგორც ახალ აღთქმაში, ისევე ძველ აღთქმაში მოძღვარი იყო მასწავლებელი სჯულისა და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც შეეძლო ღვთისნების განცხადება, გზის ჩვენება თუ როგორ არა მარტო სჯული რას გვასწავლის, არამედ ცხოვრებაში ამ სჯულის აღსრულებისთვის რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რა არის უფრო სწორი, რომელი ქმედებაა სწორი. და ამიტომ მორწმუნე ადამიანები მოძღვრის სიტყვას ღებულობდნენ როგორც ღვთის სიტყვას. მათ სწამდათ, რომ როცა მათ მოძღვარი მიმართავს, იგი უფლის კარნახით მოქმედებს და რასაც ის ამბობს ღვთისათვის სათნოა. აი ეს ასეთი ხედვა, ასეთი წამსი, ასეთი კულტურა, ესე იგი, არის მორჩილების კულტურა. აი ადამიანმა ძალიან კარგად იცის მეთევზეა, რომ შეიძლება საერთოდ ღამეს თუ ვერ დაეჭირეთ, ვერაფერი ვერ დაეჭიროს. იგი მთელი ღამე, გარდა იმისა, რომ ღამენათევია და დაღლილია, გულგატეხილიც არის, გაწმილებულია, რაც შეიძლება დავარქვათ ამას უხასიათობა. ადამიანი რაღაც, ესე თქვათ, ამდენი შრომა გასწია და სრულად უნაყოფოდ. ამ დროს უცებ მას სთავაზობენ, რომ ამ გადაღლილ ადამიანმა თავის მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ სადოს, რაც მიწიერი ლოგიკით და ყველა ასე ვთქვათ პარამეტრით არ მოიტანს შედეგს, მაგრამ აი ნახეთ, როგორია პეტრეს ქმედება. ის ამბობს, რომ რადგან შენ გვეუბნები, მოძღვარო, ჩვენ ამას გავაკეთებთ. აქ არის არა უბრალოდ მხოლოდ პატივისცემა სასულიერო პირის მიმართ, რომ აი სასულიერო პირს არ უნდა, ასე ვთქვათ, ხათრი არ უნდა გაუტეხოთ და რაღაცა მისი სიტყვა, უპატივცემულობა ხო არ გამოვა. მარტო ეს არ არის, რომ ეს პატივისცემის ნიშნად, ღრმა მოწიწების ნიშნად. არა,
ამ შემთხვევაში არის უფრო სხვა რამ. ეს არის დაშვება იმისა, რომ სწორედაც როდესაც სასულიერო პირი ამ შემთხვევაში მოძღვარი, როგორც მას უწოდებს პეტრე, სიმონი, ჯერ კიდევ სიმონი არის ეს, მას მიმართავენ როგორც სიმონს. თვითონ მაცხოვარი მიმართავს. თუმცა მანვე უთხრა, რომ შენი სახელი იქნება კეფა, რაც არის იგივე კლდე და იგივე პეტრე. მაინც მიმართავ ჯერ კიდევ როგორც სიმონს, რადგანაც ის ჯერ კიდევ არ გახდა მოციქული. და ის სწორედ როცა მოციქული ხდება, უკვე მისი ეს სახელი, რომელიც მაცხოვარმა უწინასწარმეტყველა, ის ამ სახელით უკვე იხსენიება. და მაცხოვარი მიმართ არის ესეთი დამოკიდებულება. ჯერ ერთი სიმონს ახსოვს ის შეხვედრა და იცის, რომ მაცხოვარის უკვე მიერ აღსრულებულია მრავალი სასწაული, მისი ქადაგებები, მთელი იუდეველები არიან მოხიბლულნი, აღთოვანებულნი და რასაკვირველია, იგი უშვებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თუნდაც რომ ვერაფერი დაიჭიროს, აი ღვთისათვის სათნოა მისი მორჩილება. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ადგილი, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა არის მორჩილების სათნოება. როდესაც ჩვენ მორჩილების სათნოებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში არის საუბარი ღვთის მორჩილებაზე. სიტყვა მორჩილი ნიშნავს სხვისი ნების მყოფელს. ანუ ადამიანი, როდესაც ხვის ნებას განახორციელებს, სრულად დახვება სხვის ნებას და შეიძლება ითქვას, აი ამ ნების გამტარი ხდება. სხვისი ნების გამტარი, განმახორციელებელი, ანუ მორჩილი. სხვანაირად, ასე თქვა, სინონიმი შეიძლება იყოს, აი გარკვეული თვალსაზრისით სრული, ასე თქვა, გარკვეული თვალსაზრისით ეს არის თავისუფლების, საკუთარი თავისუფლების დელეგირება, გადაცემა სხვისადმი. მაგრამ აი სწორედ ეს გადაცემა, საკუთარი ნების სხვისადმი გადაცემა, ანუ სხვისი ნების ყოფა, ეს არის ძალიან დიდი სათნოება, როდესაც ეს ნების გადაცემა ხდება ღმერთისადმი, რადგანაც ღმერთის ნება არის ჭეშმარიტი ნება. ღმერთის ნება არის კეთილი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ღმერთის ნებას მთლიანად დაუქვემდებარებს თავის ნებას, ანუ დაემორჩილება, მაშინ იგი დგება ჭეშმარიტების გზაზე, მაშინ იგი დაცულია ცდუნებებისაგან, შეცდომებისაგან და აი ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სად არის მაშინ ის ღვთისგან ბოძებული თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთმა მისცა. და აი სწორედ აქ არის თავისუფალი ნება, რომ ადამიანმა თავისი ნებით უნდა გასწიოს ეს მორჩილება, თავისი ნებით უნდა დაემორჩილოს ღმერთს, ანუ მან ეს გადაწყვეტილება უნდა, აი ამ გადაწყვეტილებაშია თავისუფალი არჩევანი, რადგანაც ადამიანს შეუძლია არც დაემორჩილოს, ღმერთი არ აძალებს. თქვათ, ადამიანის ნებას არ ზღუდავს, რომ მაინდა-მაინც მისი ნებას აძლევს საშუალებას, რომ მის ნებას არ დაემორჩილოს, თუმცა ეუბნება, რომ მისი ნების გარეშე
ნებისმიერი სხვა ნება, რომელიც აქვს ქმნილებას, იქნება ეს არათუ ადამიანი, თუნდაც ანგელოზებრივი ნება, თუ ეს ნება ქმნილებისა, ანგელოზისა თუ ადამიანის ღვთის ნებას დაშორდა და ღვთის ნებისაგან, ასე იგი, განსხვავებული ნება, დასაკვირველია ეს ნება არ არის, არ შეიძლება იყოს სრულყოფილი. სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია. და ის რაც არასრულყოფილია, ის ვერასოდეს ჭეშმარიტებასთან ადამიანს ვერ მიიყვანს, პირიქით დააშორებს. აი ამიტომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება იმისთვის, რომ არ გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან. დაარჩიოს ეს კეთილი. და ეს არჩევანი არ არის ერთჯერადი. აი როდესაც ადამიანი ირჩევს ღვთის ნებას და გადაწყვეტს, რომ ღვთის ნების იცხოვროს. ძალიან რთულია ადამიანმა სწორად აღმოაჩინოს, იპოვოს აი ყოველ ცხოვრებისეულ ვითარებაში, ნებისმიერ ვითარებაში, აი რა არის ღვთის ნება, რა არის კეთილი ნება. ესეთი არ არის ადვილი და ეს მუდმივად ადამიანმა თავისუფალი აზროვნებით, თავისუფალი ძიებით, შინაგანია, ესე თქვა, შემოქმედებითი პროცესია ეს, იპოვო რა არის, აი როგორ აღასრულო ღვთისნება მოცემულ ვითარებაში. ყოველ წუთას ადამიანი დგას გარკვეული ესეთი რამოდენიმე გადაწყვეტილების, ალბათობის რამოდენიმე ვარიანტის წინაშე. და აი აქ არის სწორედ თავისუფალი ნება, რომ ადამიანმა უნდა იპოვოს ეს სწორი არჩევანი და აქ რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში რასაკვირველია წმინდა წერილის საფუძველზე, მაგრამ აი სწორედ წმინდა წერილის საფუძველზე შეიძლება იყოს რამოდენიმე ვარიანტი, ასე თქვა, გადაწყვეტილების, როგორ მოიქცეს ადამიანი. და აი აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ არ მივენდოთ სრულად ჩვენ თავს, არ გქონდეს ასეთი გზნობა, რომ ჩვენ შეგვიძლია სწორად განსაზღვროთ. ჩვენ რასაკვირველია უნდა ვიაზროვნოთ, რასაკვირველია უნდა ვეძებოთ, მაგრამ აი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია, რომ ყოველთვის გავითვალისწინოთ უახლოესი ადამიანების აზრი. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მშობელი, დედმამიშვილი, შვილიც შეიძლება იყოს. ის კი არა წმინდა მამები ამბობენ, თუ არავინ არ არის, ბავშვს კითხეო, რას ფიქრობსო, რა ჯობიაო. ბავშვსაც კი შეიძლება რომ კითხო, ეს ნიშნავს, რომ შენ ღმერთს ეკითხები და აი ელოდები, რომ ღმერთი სხვა პიროვნებას, თუნდაც ბავშვს ათქმევდა, ბავშვი მით უმეტეს წმინდაა. ასე რომ ეს დიდი საიდუმლოებაა გადაწყვეტილების მიღება და ამ დროს რასაკვირველია უახლოეს ადამიანებს შორის ყველაზე მეტად ესეთი საიმედო, მეტად სარწმუნო, რომ ყველაზე მეტად მიახლოებულ პასუხს მოგცემს რა არის ღვთისათვის სათნო, რასაკვირველია არის მოძღვარი. ნებისმიერი მოძღვარი, მაგრამ მით უმეტეს მოძღვარი, რომელთანაც ადამიანი ახსარებას ამბობს, რომელის რჩევითაც იგი ცხოვრების გზაზე მიემართება ღვთისაკენ. ანუ ის ვინც მას იცნობს, ვინც იცის მისთვის რა არის უკეთესი და აი სწორედ აქაც ეს მომენტია, რომ პეტრე იცის, რომ ეს შეიძლება დავთავრდეს წარუმატებლად, მაგრამ რადგან მოძღვარი ეუბნება, შესაძლებელია ეს არის ნება ღვთისა და სულ რომ არაფერი მართლაც არ ვერ დაიჭირონ, იგი უფლის ნებას თაყვანს, უფლის ნების მორჩილებას გასცემს. ანუ სხვისი ნების მორჩილი არის სხვისი ნების აღმასრულებელი, მყოფელი. აი უფლის ნებას დახვება და აი ამაშია სწორედ მისი სათნოება, რომ არა თავისი ადამიანურ ლოგიკას, თავის ადამიანურ გამოცდილებას
როგორც მეთევზე იგი ეფუძნება, არამედ რაც მისთვის უცხოა, რაც მისთვის შეიძლება მიწიერი გაგებით სრულიად მიუღებელიც არის, მაგრამ ის არ გამორიცხავს, რომ ამ ღვთის მოძღვრის სიტყვების უკან დგას ღვთისნება, რატომღაც ღმერთს ასე სურს, რომ ეს მოხდეს და თუნდაც მისი სულიერი გამოცდისათვის, თუნდაც მისი სულიერი წრთობისათვის და აი პეტრე ამას აკეთებს და რა შედეგს ხედავთ? აი ხედავთ საოცარ შედეგს, რომ ესე იგი, ასაკვირველია უფლის სასწაული აღესრულება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს პეტრეს რომ უარი ეთქვა, მაცხოვარს აღარ აღესრულებინა ეს სასწაული. ანდა კიდევ უფრო მეტი, მაინც თუმცა როგორ აღესრულებდა მაცხოვარი თუ პეტრე უარს იტყოდა ბადეების ჩაშვებაზე ზღვაში და გამოვიდოდა, რომ ეს სასწაული არ აღსრულდებოდა და აი აღსრულდა ეს სასწაული და რა არის ამ სასწაულის ესე იგი მთავარი მნიშვნელობა, რომ პეტრე, რომელსაც ადრეც ჰქონდა ნანახი უფლის სასწაულები, გაგონილიც, ნანახიც, განსაკუთრებით აღიქვამს და განიცდის ამას, რადგან მან იცის, რომ რამდენად შეუძლებელია თევზის დღის სინათლეზე დაჭერა, მაშინ როდესაც ღამე თევზი ვერ დაიჭირეს და აი მისთვის რაც ყველაზე ბუნებრივი, რაც ახლობელია, აი იმ ვითარებაში მისი განცდა, აი ამ სასწაულის არის განსაკუთრებულად აღიქვამს ამ ღვთის ძალას, ღვთის დიდებულებას და აი აქ უკვე რა იბადება, ესე იგი ადამიანი ეზიარება ღვთის დიდებულებას, აი მორჩილება, როდესაც შენ მიენდობი ღმერთს, როდესაც შენ ნებას, ღმერთის ნებას დაუმორჩილებ, მიუხედავად იმისა, ხვდები თუ არა რამდენად ეს სასარგებლოა, თუ საჭიროა, თუ არა, აი ეს მინდობა ღმერთზე, ღმერთის ნებაზე, აი მოძღვარი გვეუბნება ღვთის ნებას, ბიბლია გვეუბნება ღვთის ნებას, აი მოიქცევი კურთხევით, მოიქცევი სწავლების მიხედვით და რაღაც მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი, გამოჩნდება ღვთის ძალა და აი გამოჩნდა ეს ღვთის ძალა და პეტრე არის ერთდროულად აღთოვანებული, მაგრამ ამავე დროს აი რა შემოდის უკვე აი ამ ღვთის დიდებულების ხილვის შემდეგ. ღვთის დიდებულების ხილვის შემდეგ შემოდის სინანული. პეტრე დაემხობა მუხლებზე და ეუბნება საოცარ სიტყვებს მაცხოვარს, განვედ ჩემგან უფალო, უკვე მოძღვარს კი აღარ ეუბნება, უფალო. ანუ იუდეველები უფალს ღმერთს მიმართავდნენ უფალს. ანუ აქ შეიძლება პირდაპირ ღმერთს არ გულისხმობს პეტრე, მაგრამ გულისხმობს, რომ ეს არის უფლის მიერი ასეთი მოძღვარი, უფლის ნებისა და ძალის გამომხატველი, გამომავლინებელი და აი ამ ასე იგი ამ სიტყვებით ისეუბნება, რომ მე იმდენად უღირსი ვარ, რომ არ შენ აქ არ უნდა იყო ჩემს ნავში, შენის ამისა და ცოდვილი კაცის ნავში შენ არ უნდა იყო. აი რა არის ახლა ეს უკვე არის სინანული სათნოება, ხომ? და რამ დაბადა ეს სინანული სათნოება? აი სინანული სათნოება დაბადა მორჩილებამ. ანუ როცა ადამიანი ღვთის ნებას ემორჩილება და საკუთარ ნებას უარყოფს, ამ დროს ადამიანი განიცდის ღვთის დიდებულებას და აი როდესაც ჩვენ განვიცდით ღვთის დიდებულებას, ჩვენ ამ დიდებულების განცდისთანავე აღვიქვამთ ჩვენს სიშორეს უფლისაგან. ანუ ჩვენს სიმდაბლეს აღვიქვამთ და
აი ამ სიმდაბლის აღქმა, აი ამ დისტანციის, აი ამ როგორ დაშორებული ვართ, როგორი გახსენება იმისა, რამდენად არა მარტო უძლურები ვართ, არასრულყოფილები ვართ, არამედ რამდენად სნეულები ვართ და რამდენად ხშირად ვარღვევთ აი ამ უფლის წინაშე ჩვენს ვალდებულებას, მისი სიწმინდის შეურაცხყოფლები გამოვდივართ, როცა მცნებას ვარღვევთ და აი ეს საოცარი საკუთარი სნეულება, საკუთარი უკეთურების დაანახვა, საკუთარი ცოდვილობის განცდა მოდის ამ დიდებულების განცდის პარალელურად და აი ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მთლიანად უკვე მოცულია იმის განცდით, რომ ადამიანში არის უამრავი სისუსტე, სნეულება, ცოდვის სიმძიმე, უწმინდურება, ასე რომ ვთქვა და მას უჩნდება სინანული, სირცხვილის გზნობა, რომ აი დამნაშავეა ღვთის, დანაშაულის გზნობა, სინანული არის დანაშაულის გზნობა ღვთისა და ჭეშმარიტების და სიწმინდის და სიკეთის წინაშე საკუთარი დანაშაულის გზნობა და დანაშაულის გზნობა ამავე დროს არის სურვილი, რომ ადამიანმა დატოვოს ეს ცხოვრება, ესეთი არასწორი ცხოვრება და აი ასე უუბნება მაცხოვარი, რომ თქვენ ესე ნუ გეშინია პეტრე, არა უშავს, რომ შენ ასეთი ცოდვილი ხარ, ნუ გაშინებ შენი ცოდვილობა, შენში არის ის შესაძლებლობა, რადგანაც შენში არის ეს რწმენის ასეთი ნიშნები, ასეთი სიმდაბლე, ასეთი მორჩილება, სინანული, რომ შენ შეიძლება გახდე მონადირე კაც და ამ შემთხვევაში მონადირებელი ადამიანთა სულებისა დასაბრუნებლად ღმერთთან, ღმერთს მოწყვეტილი ადამიანების მონადირება, ანუ მოქცევა, ანუ მოქციქული გახდებიო, ამას ეუბნება და როგორ მთავრდება ეს სახარება, რომ მათ ყველაფერი დატოვეს და გააყნენ იესო ქრისტეს. ანუ აი, როდესაც არის ასეთი დიდი სინანული, ადამიანს აღარაფერი აღარ უნდა გარდა იმისა, რომ ღვთის ნება აღასრულოს და მთლიანად მზად არის აი სრული მორჩილებისათვის, სრული საკუთარი თავის სრული უარყოფისათვის, ღმერთთან სრულად შედგომისათვის. აი ამიტომ ეს სათნოება მორჩილებისა საკუთარი ნების სხვისი ნებისადმი სრული დამორჩილება, აი ეს სათნოება არის შედეგი სიმდაბლისა, როცა ადამიანი აღიარებს, რომ იგი არასრულყოფილი არსება, სნეული არსება, მიდრეკილია ცოდებისაგან და მხოლოდ საკუთარი ნების, ღვთის ნებისადმი დაქვემდებარებით შეძლებს გამოვიდეს აი ამ ჩიხიდან და აი სიმდაბლის გამოხატულება არის მორჩილება. ეს მორჩილება, რომელიც ჰქონდა პეტრეს, ეს იყო მისი სიმდაბლის გამოხატულება და ასევე მორჩილების შემდეგ ადამიანი, როგორც თქვით, უკვე უფლის ნების აღმასრულებელია და უფლის ნების აღსრულება ადამიანს სულიერად ამაღლებს, მას უხსნის ხედვას, მას უხსნის სულიერ ხედვას და ადამიანი უფრო მეტად ხედავს ღვთის ძალას, ღვთის დიდებულებას და კიდევ უფრო იზრდება მისი სიმდაბლის განცდა და რასაკვირველია შესაბამისად სინანულის განცდა და აი სწორედ სიმდაბლე, მორჩილება და სინანული არის მიმყვანებელი, დამადგინებელი ღვთის გზაზე და აღარ გადაუხვევს ადამიანი ამ გზას. ამიტომ ჩვენ უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს პირველ რიგში სიმდაბლე, რომ ჩვენ გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასრულყოფილი არსებაა და ღვთის ნების გარეშე საკუთარი აზროვნებით, საკუთარი
ნების საფუძველზე ის ვერასოდეს ვერ გადაურჩება ცოდვას და რომ ეს უფლის ნებას რომ დაუმორჩილოს თავისი ნება ეს არის უკვე მორჩილება და ამავე დროს ასაკვირველია მას უნდა კონდეს მუდმივად ესეთი უკმაყოფილება საკუთარი თავისადმი რომელიც არის რომლის მიზეზიც აი უკმაყოფილების არის მუდმივი ცნების შეუსრულებლობა და ეს შეუსრულებლობა არის ტკივილი რომ ჩვენ უფლის სიწმინდეს შორდებით ვლახავთ ამ სიწმინდეს შეურაცხყოფთ უფალს ყოველი ცოდვა ღალატია და ეს უკმაყოფილება ამ ღალატის გამო სინდისის ქეჯნა ანუ სინანული ეს არის მუდმივი მამოძრავებელი ძალა სრულყოფისაკენ რომ დაუტევოთ ეს ჩვენი ცოდვილი ცხოვრება ყოველი მონანიება ყოველი აღსარება ეს არის აღთქმა რომ შენ ევედრები ღმერთს რომ ღმერთო ძალა მომეცი რომ აი დავძლიო ჩემი სისუსტე აღარ გავიმეორო ეს ცოდვა ეს არის სინანული და აი სწორედ აი ამ სინანულიც მუდმივი განცდა და მისი გაღრმავება ძლიერი განცდა თვისთა ცოდვათა არის ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოება რომელსაც მუდამ მივყავართ ღვთისაგან და მუდამ გვეხმარება რომ დავტოვოთ ეს ცოდვილი ჩვენი ბუნება დავძლიოთ ჩვენი ცოდვილი ბუნება დავტოვოთ ეს ცხოვრების წესი ასეთი გაორებული ასეთი შეერთებული გარკვეულ ასე ვთქვათ ცნებების დარღვევებთან და ვიაროთ სრულყოფისაკენ აი ეს არის მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი ადამიანის ასეთი მუდმივი ასეთი ცოდვის შემდეგ ისევ ფეხზე დადგომა და ისევ ესე იგი უფლისკენ სვლა სწორედ აღსარების შემდეგ ადამიანი ღებულობს მოძულისგან შენდობას რომელითაც იგი ახლიდან იბადება და კვლავ მტკიცედ დგება უფლისკენ მიმავალ გზაზე აი ეს არის მთავარი რაც ამ სახარებიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სარგებლობა და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ აი ამ სათნოებების გამტკიცებისთვის ვიზრუნოთ და მოვიპოვოთ ეს სათნოებანი სადიდებელად ღვთისა და საცხოვნებელად სულთა ჩვენთა ამინ